გელათის სამონასტრო კომპლექსში რეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. კედლის მხატვრობის კონსერვაციის მიმართულებით ფართო მასშტაბიანი ღონისძიებები ხორციელდება. ადგილზე იმყოფება გელათის მოზაიკის კომპოზიციის კონსერვაციის ხელმძღვანელი რობერტო ნარდი სამუშაო ჯგუფთან ერთად. რობერტო ნარდი ახორციელებს გელათის მოზაიკის პრევენციულ კონსერვაციას. როგორც მან განმარტა, დამცავი და დამჭერი კონსტრუქციების დაყენებამდე აუცილებელია ყველა მოზაიკის კენჭის გამაგრება და გამყარება. მიმდინარე სამუშაოებიც სწორედ ამას ითვალისწინებს. აღნიშნული პრევენციული პროგრამა და დამცავი ბადის დაყენება 2026 წლის აპრილში დასრულდება. მიმდინარე სამუშაოებში მონაწილეობენ გელათის ღვთისმშობლის შობის ტაძრის კედლის მხატვრობის კონსერვაციის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელები სტივენ რიკერბი და ლიზა შეკედე. საერთაშორისო ექსპერტები აქტიურად აკვირდებიან სამუშაო პროცესს, ახორციელებენ მრავალმხრივ კვლევებს და ატარებენ საკონსერვაციო სამუშაოებს. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ კულტურის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ გამცემლიძე და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნუგზარ ჩხეიძე. სამონასტრო კომპლექსში მუდმივად ადგილზე იმყოფებიან გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის წევრები. როგორც მოგეხსენებათ, მის უწმიდესობის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი, რომელსაც თავმჯდომარეობს და ხელმძღვანელობს საქართველოს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი მეუფე-შიო. და ასევე ჩვენ გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი მჭიდრო კავშირში ვართ სახელმწიფოსთან და მათთან ერთად ვახორციელებთ გელათის რეაბილიტაციის პროცესს. დღეს ჩამოყალიბებულები იყვნენ გელათში და მოინახულეს კულტურის მინისტრის მოადგილე ბატონი თამაზ გამცემლიძე და საქართველოს ძირითადაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ბატონი ნუგზარ ხეიძე. მათ ადგილზე დაათვალიერეს რეაბილიტაციის პროცესი. ჩვენი მხრიდან მოხდა მათ მიმართ სრულად ინფორმირება განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოების შესახებ და ამავე დროს მათ ადგილზე ნახეს მუშაობა ბატონი რობერტო ნარდის მოზაიკის პრევენციული კონსერვაციისა და მხატვრობის ჯგუფის და მათი ხელმძღვანელების ბატონი სტივენ და ბატონი ლიზას. დღესდღეობით ჩამოყალიბებული არის ბატონი რობერტო ნარდი, რომელიც ახორციელებს გელათის მოზაიკის პრევენციულ კონსერვაციას და ეს კონსერვაცია მოიაზრებს, რომ ვიდრე ბატონი რობერტო მოზაიკის მიმართ დააყენებს დამცავ დამჭერ კონსტრუქციას, მანამდე მოახდინოს ყველა მოზაიკის კენჭის გამაგრება და დამყარება. 2026 წლის აპრილის თვემდე დამთავრდება ეს პრევენციული მოზაიკის პროგრამა აი ამ დამცავი დამჭერი ბადის დაყენებით. დავათვალიერეთ სამუშაოები, უდიდესი საქმეა გაკეთებული და კიდევ ერთხელ დავარწმუნდით, რომ ეკლესიის დარგის სპეციალისტების, როგორც ქართველების, ასე უცხოელების და სახელმწიფოს ჩართვა სამუშაოებში ერთობლივ პროცესში ეს იყო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ უნიკალური საქმე კეთდება როგორც გელათისთვის, ისე ზოგადად ქვეყნისთვის, უნიკალური პრაქტიკა ინერგება, სწორად მუშაობის, ძალიან კარგი ნაზავი გამოდის როგორც ქართველი სპეციალისტების, ასე უცხოელების თავიანთი ცოდნის ერთმანეთში გაზიარების და მეთოდი ინერგება, პროტოკოლი კეთდება სწორედ მუშაობის მატერიალური მემკვიდრეობის ძეგლებზე, რომელსაც გამოვიყენებთ როგორც გელათის შემთხვევაში, ასე სხვა ტაძრებზე საქართველოს მასშტაბით. გელათში სამუშაოები მიმდინარეობს უწყვეტად, ეს ეხება როგორც სხვადასხვა მიმართულებებს, ასევე ფორმებსაც არის როგორც არქიტექტურის მიმართულებით მუშაობა, არის მუშაობა კვლევა და არის ინტერვენციაც. ასე რომ თავმაჩემელია გითხრათ, რომ დღეს მთავარი საფრთხეები გადალახულია და მიმდინარეობს გეგმიური სამუშაოები და იმედია, რომ საზოგადოება ძალიან მალე ნახავს კიდევ უფრო მნიშვნელოვან შედეგებს.
We came in Gelati. გელათში ჯგუფთან ერთად ჩამოვედი. სამუშაო ჯგუფში არის 5 რესტავრატორი და 4 ინჟინერი. საჭიროა საყრდენი კარკასის აგება, რომელიც უზრუნველყოფს მოზაიკის დაცვას იქამდე, სანამ არქიტექტორები სახურავის აღდგენაზე მუშაობენ. ამ მიზნით ვგეგმავთ ლითონის საყრდენი კარკასის დამონტაჟებას, რომელიც სახურავზე სამუშაოების მიმდინარეობისას მოზაიკას დაიცავს. სახურავის რესტავრაციის დასრულების შემდეგ კი მოხდება კარკასის დემონტაჟი და დაიწყება მოზაიკის სრული კონსერვაცია. We're working very hard. ჩვენ ძალიან ბევრს მუშაობთ. ქართული გუნდი მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებს ფრესკების სტაბილიზაციისთვის. ეს ჩვენი უპირველესი ამოცანაა და მიმართულებით პროგრესი გვაქვს. სტაბილიზაციის პირველი ეტაპი თითქმის დასრულებულია. ჩვენი ამოცანაა არა მხოლოდ აღდგენითი სამუშაოების ჩატარება, არამედ პრობლემების გააზრება და მათი გადაჭრაც. ჩვენ მუშაობთ ახალ მიმართულებებზეც, როგორიც არის დასავლეთ მკლავში ჩვენამდე განხორციელებული საკონსერვაციო სამუშაოების დროს გამოყენებული დამაზიანებელი და არათავსებადი მასალების ამოტუმბვაზე და ასევე ამავე მხატვრობის დაზიანებული ნაწილების გამაგრებაზე. ამრიგად ჩვენ მუდმივად ვაფართოებთ სამუშაოს მასშტაბებს და უკვე გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები ფრესკების შენარჩუნების კუთხით.